ის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 116 მუხლი სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. დაღუპული პაციენტის ოჯახი ექიმებს უჩივის ახლობლები მიიჩნევენ, რომ მედიკოსმა ვითარება სათანადოდ ვერ შეაფასა და საკეისრო არ გააკეთა, რის გამოც ქალი მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. სოფო ხუციშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. სოფო, როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც შემდგომი რეაგირება იქნება დამოკიდებული? თავდაპირველად გეტყვით, რომ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა ორივე მხარემ, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე გაგუას კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი დაელოდებიან გამოძიების შედეგებს. გამოძიებას კი ორი უწყება აწარმოებს. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე 116 მუხლით აღძრა. ეს არის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა, ასევე ფაქტს იკვლევს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. რაც შეეხება თავად მომხდარს, 29 წლის მშობიარია სამშობიარო ტკივილებით 30 აპრილს შეიყვანეს გაგუას კლინიკაში. 1 მაისს გამთენიისას ოჯახს უთხრეს, რომ ის მშობიარობის შემდგომი გართულებებით დაიღუპა. რა მოხდა გაგუას კლინიკაში, ჩვენ სიუჟეტში ნახეთ დეტალები. დავკარგეთ ვერ გაუსლოს 29 წლის ნინო მათიაშვილი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გაგუას კლინიკაში გარდაიცვალა. დაღუპულის ქმარი, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, ამბობს, რომ ჩვილის გაჩენიდან მალევე მის მეუღლეს სისხლდენა დაეწყო. პაციენტს ოპერაცია სამშობიარო ბლოკშივე ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. რამდენიმე საათში ოჯახს უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, თუმცა რამ გამოიწვია ლეტალური შედეგი დაღუპულის ახლობლების თქმით, ეს მათთვის არავის განუმარტავს. გადაწყვეტილება ვერ მიიღეს რაღაცა. იმიტომ რომ 100% ჯანმრთელი იყო. დავითი გამოვიდა, არ ვიცი რა ვკნაო. სისხლდენას ვერ უჩერებთო. ხამე გამოვიდა 4 საათზე და სტაბილური არისო, პასუხობს ყველაფერს, რასაც ვეკითხებიო. ადეკვატური არისო. უსტაბაიცოს ამდენი სისხლიო რომ დაკარგაო, იმაზე ყოს ხელოვნურს. მე გარდაიცვალა 6 საათზე ვიტყრას. გარდაცვლილი ქალის ოჯახი მომხდარში ცნობილ ექიმს დავით გაგუას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. სამშობიარო ტკივილების დაწყებისთანავე კლინიკას მიმართეს, სადაც მათ ექიმმა გინეკოლოგმა უთხრა, რომ ბავშვი 20 წუთში დაიბადებოდა. დაღუპულის ახლობლები თვლიან, რომ ექიმმა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და მშობიარობის გართულებისთანავე საკეისრო კვეთა არ ჩაატარა. გონია, რომ ეს იყო პირადად ამ დავითის შეცდომა. დროულად რომ მოეხდინა, რომ დაინახა უკვე, რომ სისხლის დენა არის, აი იქ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზუ ამოეკვეთათ ეს საშვილოსნო. გაგუას კლინიკაში პაციენტის ოჯახის წევრების ბრალდებები უკვირთ. კლინიკაში ამბობენ, რომ ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ექიმის მიმართ პრეტენზიები არ ქონია. რატომ ადანაშაულებენ ცნობილ ექიმს გარდაცვლილის ახლობლები, ახლა კლინიკის ადმინისტრაციისათვის გაუგებარია. აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო განხილვისაგან, შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები ამ საქმეში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პაციენტების ოჯახის მხრიდან კლინიკის მიმართ პრეტენზიები არ იყო გამოთქმული, ნამდვილად ტერიტორია დატოვეს მშვიდად. ქონდა თუ არა ადგილი ექიმის მხრიდან გადაცნომას და რამ გამოიწვია მშობიარობის შემდგომი გართულებები. ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამის დასკვნა სპეციალისტები პაციენტის სამედიცინო ისტორიის და კლინიკიდან ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადებენ. სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე არის მიღებული ინფორმაცია გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიღებისთანავე რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის სფეროებში დაიწყო მოქმედება, შევა კომისია სამედიცინო დაწესებულებებში და საკითხი შეისწავლეს. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116 მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. რაც შეეხება თავად დავით გაგუას, მას დღეს ტელეკამერებთან კომენტარი არ გაუკეთებია. კლინიკაში გვითხრეს, რომ ის ელოდება გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ უკვე ოფიციალურ განმარტებებსაც გააკეთებს. მადლობა, ეს იყო სოფო ხუციშვილი. გადმოკვეთეს თუ არა ღამის მგლებმა ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაცია